გულითადათ მოგილოცავთ დღევანდელ ბრძობის დღესასწაულს დიდებით შესვლას იერუსალიმში უფლისა და ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღეს შეიძლება ძალიან სხვაგვარი სახელწოდებას უწოდოთ ჩვენ. ეს არის დღე დიდი გაუგებრობისა. არა დიდი, არამედ უდიდესი გაუგებრობისა. გარდა ბრძობისა, დიდი გაუგებრობის დღე ეწოდება ამ დღეს. რატო ასე? იმიტომ რომ ღმერთი ერთს აკეთებს, ხოლო ხალხი მეორეს ითხოვს. ხალხი ვერ ხვდება, რას აკეთებს უფალი. იმათ არ ჭირდებათ იმას, რასაც ის აკეთებს. და ამიტომაც თუ დღეს დიდებით ხვდებიან რამოდენიმე დღეში, ისინი ყვირიან ჯვარს აცუეგე. რას ელოდება ხალხი? ხალხი არ არის მტერი მაცხოვრისა დღეს. ისინი რტოებს ჭრიან ხეებისგან და თავიანთ შესამოსელს უფენენ. დიდებით შეყავთ მეუფე ისრაელისა. მოყვასები არიან ისინი მისი. და შეიძლება ასეთი რამე უთხრათ მაცხოვარს, რომ რატო არ იყენებ ამ ძალას? ეს ხალხი ხო შენი მომხრია. კი ბატონო, იყავი რელიგიური მართველი, ლიდერი, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკურიც იყავი. ეს ხალხი რო შეეკრიბა მას, ვინც დღეს მიეგებება და ჯარი შეეკრა, ხო გადმოაგდებდნენ კეისარს, რომის დამპყრობელს? არა შვება ამას. ერთგულებას ეფიცება ხალხი და ამას არ იყენებს. რატო არ იყენებს? რა აქვს განზრახული მაცხოვარს? საიდან იციან ამ ადამიანებმა, რომ მეუფეა ისრაელისა? სწორედ ეს ჭირდებათ მათ. საიდან ხვდება ეს ხალხი? ეს შემთხვევითი ხო არ არის, რომ ეგებებიან? საიდანაც მოვიდა და მეფეთ მივიღეთო, ესე ხო არ არის? ისინი უყურებენ მის ცხოვრებას და მისი საქმეები გამსჭვალულია სასწაულებით. სწორედ ასეთი მეფე ჭირდებათ მათ. თქვენ გახსოვთ, უამრავი მიცვალებული აღადგინა, ნაინელი ქვრივის შვილი, აგერ გუშინ ლაზარი აღადგინა 4 დღის დაფლული. სუნი აზდიოდა, ისეთი გახსნილი იყო უკვე. და ბოლო-ბოლო, როდესაც მოშივდათ 5,000 კაცი, 5 პურით დააპურა. სხვა რა უნდათ? კურნავს, მკვდარი გვეყოლება აღადგენს, შივრები ვიქნებით, მოგცემს საზრდოს. მეტი არაფერი არ გვინდა. აი ესე ფიქრობს ხალხი. ცუდს არ ფიქრობს, დღესაც ესე არ ფიქრობთ ჩვენ. საზრდო მოგვეცი, განკურნე, ფული მომეცი, მეტი აბარი რაღაცი მჭირდები. როგორც ადრე ისე დღეს. კი ბატონო, ეს საქმეები ლაპარაკობენ მის არაჩვეულებრივ მოვლენაზე, წარმოშობაზე, მაგრამ აბა დაუკვირდეთ, რას ლაპარაკობს მაცხოვარი. ის, რასაც ხალხი ითხოვს მისგან, ცუდი არ არის. და რასაც ღმერთი ლაპარაკობს, აბსოლუტურად შეიძლება საწინააღმდეგო არა, მაგრამ სხვა მიმართულებისაა. სასწაულები გასაგებია. ამიტომაც მეფეთ აღიქვამენ. ერთ ადგილას სახარებაში წერია კიდეც, რომ როდესაც განაძღო ხალხი, ისინი ეუბნებიან, არ წახვიდე ჩვენი ტერიტორიიდან, მეფეთ დაყენება უნდოდათ მისი. ბრძობამდე ეს დიდი ხნით ადრე ხდება, მაგრამ განეშორა მათგან. ეს სასწაულები, მაგრამ ეხლა შევეხოთ მის სიტყვებს.
ესე იგი, პური, სანახაობა, განკურნება, მკვდართა აღდგინება და ეს ყველაფერი დაგვირგვინება სპოვებს კეისრის ჩამოგდებით და ისრაელის გამეფებით. ლიდერი, პოლიტიკური ლიდერი ამ სოფლისა. მაგრამ ჩვენ სახარებას რო ვკითხულობთ, სადმე ერთი სიტყვა მაინც პოლიტიკურ წყობაზე, სიმაძღრეზე, ფულის მოცემაზე, ჯანმრთელობაზე არის საუბარი? ამას მოგცემთო, ამას ამბობს სადმე? ერთადერთი მახსენდება მე, შეიძლება მე დამავიწყდა, შეიძლება თქვენ იცით. ერთადერთი ისიც ისეთი გაკვირით, როდესაც პოლიტიკაზე საუბრობს. რა შემთხვევა ეს თქვენთვის ცნობილია, მონეტა რომ მიუტანეს და მივცეთ თუ არა კეისარს გადასახადიო. მას ხო არ ეუბნება კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღვთისა მიეცით. მე სხვა გამონათქვამი რომის მეფობასთან კავშირში არ მინახავს ოთხთავში. არც იმას გვირდება, რომ თქვენ არ დაიხოცებითო, არც იმას გვეუბნება, რომ ჯანმრთელები იქნებითო და მაძღარნი. ამას არ ხვდებით ჩვენ. აბა რას ხვდებით? რა ხვდება ოთხთავში? ხვდება ესეთი უცნაური სიტყვები. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ძველ ქართულში ცხოვრებაი, ვის გარეშე. აი გუშინ წავიკითხეთ სახარება იოანესი, როდესაც ლაზარე უნდა აღადგინოს, მართას ეუბნება ლაზარეს დას. მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი. რა გაუგებარი ეს რაში გვჭირდება ჩვენ? ეს ხალხი ამბობს, ეს რაში გვჭირდება ჩვენ? ჩვენ გვჭირდება ის ფასეულობები, რომელიც ჩამოთვალეთ. პური, სანახაობა, ჯანმრთელობა, კეისრის დამხობა, ზე ერად ჩამოყალიბება ისრაელისა. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება, ცხოვრება. მე ვარ აღდგომა და ცხოვრება. მე ვარ სიყვარული, მე არის იოანეს ეპისტოლეებში ღმერთია სიყვარული და ასე შემდეგ. ეს რაში გვჭირდება? ამბობენ ეს ადამიანები. ეს რა გაუგებარი სიტყვებია. ამისთვის ჩვენ მზად არა ვართ. და ამიტომაც რომ მზად არ იყვნენ, ჯვარსაცუ ეს არის თვითმარქვია. ამბობენ ეს ადამიანები. ჩვენ მივიღეთ როგორც მხსნელი, წუთი სოფლის ლიდერი, პოლიტიკოსი, დამამხობელი, სასწაულ მოქმედი და ჯვრიდან ვერ ჩამოდის თვითონ. ეს რაში გვჭირდება ჩვენ? ეს არავის არ აჭირდება. ეხლა კითხვა. და მართლა ვის ჭირდება? ის ხალხი ხო კარგს ითხოვდა. მაცხოვარი სხვა რამეს უქადაგებს. და რაშია საქმე? რა მდგომარეობასთან გვაქვს ჩვენ საქმე ამ შემთხვევაში? საქმე გვაქვს ჩვენ იმასთან, რასაც ქვია ბუნებითი მკურდალობა. არის ზედაპირული მკურდალობა და არის ბუნებითი მკურდალი. მაგალითად, ადამიანი თუ გაცივდა, ხლა ქირურგთან არავინ არ წაიყვანს მას. არც ექიმი ჭირდება თუ არ გაუარეს და ხო ასია. რაღაცა სიყიდის დალევს, ჩაწვება 1-2 დღე და გამოვა. მაგრამ თუ ადამიანს ქირურგი ჭირდება, თუ სერიოზულად დაავადებულია, მაშინ ეს აბები არაშველის, ზედაპირულობა არაშველის. აი ახლა ჩვენ თქვით ხალხი როგორ უყურებს, ახლა მაცხოვარი როგორ უყურებს კაცობრიობას. აი ღმერთის აზრები რო გავიგო ჩვენ, რასაც სახარება გვაძლევს ამის საფუძველს. ესე იგი, კარგი მე მოგეცით პოლიტიკური ზეობა. პური, სანახაობა, ჯანმრთელობა, ყველაფერი მოგეცით. და თქვენ რა არ დაიხოცებით?
რამდენი იმპერია იყო, რომელიც დღეს აღარ არის, მტრად იქცა. ეს არის თქვენი მოლოდინი, ეს არის თქვენი იმედი, რომ ზე ვიყო ვიღაცაზე, მაზღარი ვიყო დღეს. დანარჩენი რა თმინდა? ეს არის შენი ოცნება? ღმერთი, როგორც მოგახსენეთ, არის ბუნებითი მკურნალი. რისგან ათავისუფლებს ღმერთი ადამიანს? ყველაზე საშინელისაგან, სიკვდილისაგან ათავისუფლებს. თავისი აღდგომით. იმიტომ ამბობს, მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი. ჩემი მეუფება არა ამ წუთი სოფლისა არის, სხვა ადგილას ამბობს. ესე იგი, თქვენ რაც არ უნდა მოგცეთ მე, სხვაგვარად რო ვთქვათ, მაცხოვრის სიტყვებით. ეს კეთილდღეობა ყველაფერი. ეს ხო წარმავალია. ეს ხო დროებითია. მე ამისთვის არ მოსულ ვარ თქვენთან. უამრავი ყავდათ ასეთი პოლიტიკოსი. და სად არიან დღეს? ბაბილონელების სახელმწიფო შუმერთა მოდგმა, რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია იყო, სპარსეთის იმპერია იყო. სად არის დღეს? მტვრად იქცა. ეს გინდათ? ეკითხება მაცხოვარი. და ადამიანები უკვე ფიქრობენ, ეს არ გვინდა, მაგრამ იმასაც რო ვერ ვიგებთ, რასაც ლაპარაკობ. და მაცხოვარი ეუბნება, ბუნებითი მკურნალობა ჭირდება კაცობრიობას. ბუნებითი ნიშნავს ისეთ მკურნალობას, როდესაც შენ მიუხედავად იმისა, რომ მოკვდები ხვალდაზექ, შენი დასასრული არ არის ეს. ამიტომ რელიგია ქრისტიანული არის სიცოცხლის და აღდგომის რელიგია. ამას გაძლევთ მე თქვენ. ვერ ხვდებით, მაგრამ აგიხსნით მე თქვენ ეუბნება. არა გჭირდება ეს. ჩვენ ჯვარზე ჩამოკიდე, ესეთი თვითმარქვია. ვის ჭირდება შენი სიყვარული, ვის ჭირდება შენი ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, ჩვენ პური მოგვეცი. ეს არის ჩვენი ოცნება. ჩვენ გვინდა დავიხოცებით გაუგებრობაში იმყოფებიან. აი ამიტომ თქვით თავიდანვე, რომ მიუხედავად ამ დღესასწაულის ერთგვარი ბრწყინვალებისა, მომხრეთა დაჯგუფებისა მაცხოვრის, არის დიდი გაუგებრობის დღე, ბზობა. ერთი მიმართულებით მიერეკება ეს ხალხი, როგორც ყოველთვის დღესაც, და მეორე მიმართულებაა მაცხოვრისა. წარწმედისაგან ხსნა, ცხოვრების მონიჭება თავისი ბრწყინვალი აღდგომით. იმიტომ რომ თავისი ბრწყინვალი აღდგომით ჩვენ მის აღდგომას კი არ დღესასწაულობთ, როგორც ასეთი. მხოლოდ მის დღესასწაულს კი არ აღნიშნავთ. ეს არის დღესასწაული მთელი კაცობრიობის მკვდრეთით აღდგინების იმედისა. ამიტომა უდიდესი დღესასწაული აღდგომა. აი ეს მოიტანა მაცხოვარმა. ყველაზე დიდი მტერი დაამარცხა. თქვენ გახსოვთ, ისეთი ფილოსოფოსი იყო ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში. ჩვეულებრივი ადამიანი იყო ეს, ღმერთი და მე ღვთივშთაგონებული არ იყო. ალექსანდრე მაკედონელი მივიდა მასთან. კასრში ცხოვრობდა დიოგენე სინოპიელი ერქვა. კინიკოსთა სკოლის წარმომადგენელი, სოკრატე რო გარდაიცვალა, რამოდენიმე სკოლა დაარსდა მერე. იყვნენ კირინეიკები, იყვნენ კინიკოსები, ანუ ძაღლურები და იყო პლატონის სკოლა, ესეთი აკადემია. ძალიან საინტერესო მიმართულებები ჩამოყალიბდა, მაგრამ აი ერთ სკოლაში იყო ესეთი უცნაური კაცი, ბომჟი. ლოთი არ იყო, მაგრამ ესეთი ბომჟური ცხოვრებით გამოირჩეოდა. კინიკოსი დიოგენე სინოპიელი და
როცა მივიდა მასთან ალექსანდრე მაკედონელი, ეკითხება, რომ რა გინდა გაგიკეთო, გინდა შენი ის ქალაქი აგიშენო, რომელიც დავანგრიე მე, შენს გამო ავაშენებ თუ გინდა. ამან შეხედა და უთხრა, რაში მჭირდება მე ეს ყველაფერი, როცა მოვა სხვა შენნაირი და დაანგრევს იმავე ქალაქს, რომელსაც შენ ააშენებ. რა უჩვენა კაცობრიობას, რა გამონათქვამია ეს? გამონათქვამია ის, რომ ყველაფერი წარმავალია. ეს არ შეიძლება იყოს შენი იმედი ადამიანო. აი მაცხოვარი რასაც ამბობს, ეს არის სუსხვა იმედი, ცხონებისა და სიცოცხლის იმედი. და არა ის, რომ დღეს ჭამო და რაც იქნება ხვალ იყოს. ეს ხო ცხოველური ყოფაა. ცხოველური ყოფიდან უნდა ამაღდეს ადამიანი, იმიტომ რომ ღვთის ხატებაა. არ შეიძლება შენი ცხოვრება დავყვანილი იყოს გართობაზე და სანახაობაზე და კუჭზე უკაცრავად. არ შეიძლება ეს. სხვა რამეს მიხედე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ის სამკურნალოა კი, როგორც თქვით. აბია ჩაყლაპავდა გეშველება და გაძღები და ხო, კი ბატონო. მაგრამ ხო მაინც უნდა მოკვდე. დიოგენესი არ იყოს, მოვა და სხვა დაანგრევსო. ის ხო ისედაც განადგურდება. და რაზეა საფიქრალი მთავარი? სიკვდილი რომ არის ზღვარი ჩემ ცხოვრებაში. ეს როგორ გადავლახო მე? რითი გადავლახო ეს? იმიტომ რომ ადამიანს აინტერესებს ეს საკითხები. და თუ არ აინტერესებს ეს საკითხები, არის ცხოველის დონეზე. რატო? ცხოველი არ ფიქრობს სიკვდილზე. შიში აქვს ინსტინქტური, კი? თვითგადარჩენის ინსტინქტი ქვია ამას. მაგრამ ის რომ რისთვის ცხოვრობ მე და რატომ მოვედი და უნდა მოვკვდე და მე რა იქნება და შთამომავლობა და ეს არ აინტერესებს ახლა ღორს, ძროხას, ვირს, რაში აინტერესებს ეს ამბები. დღეს აქვს, ჭამს, იძინებს, ისვენებს, მორჩა, მეტი ტვინი არ აქვს. არც უნდა კონდეს, იმიტომ ცხოველია. სამწუხაროდ ადამიანები დავდივართ ხოლმე ამ მდგომარეობამდე. და იგივე მდგომარეობა გვაინტერესებს. რასაც ის ხალხი ამბობდა და ამის გამო ხვდებოდა და ეგებებოდა. მეუფე ისრაელისა მოდის. აი ახლა გვეშველება ჩვენ. არასოდეს ამ წუთის სოფელში ჩვენ არავის არ გვეშველება. ეს ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ. არასოდეს შველა არ ყოფილა აი ისტორიას რო გადავხედოთ. კი, იყო რაღაცა ოქროს პერიოდი ისრაელისა, სოლომონი, დავითი, კი? დავით აღმაშენებელი ჩვენ, კი, იყო. მაგრამ უმეტესად არასოდეს არ იქნება და არც იყო ისეთი, როგორც საჭიროა. რატო? იმიტომ სამართალი ამ წუთის სოფელში არ არის. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა კარგად გავიცნობიერო. ჩვენ კი გვინდა, ჩვენ კი ვოცნებობთ, აი მე მინდა ეს მოვა, ის წავა, ეს მერე დადგე. არასოდეს არ იქნება ამ წუთში. რატო? იმიტომ ადამიანის ბუნებაა დამახინჯებული. 5 ლარს რო იშოვის, კიდე 5 უნდა. მერე 10 უნდა. მერე 100 უნდა. მერე ვიღაცას კლავს 200 რო იშოვოს და ეს არასოდეს არ იქნება სამართალი და არც არასოდეს არ ყოფილა. ჩვენ ხო ერთი დღე არ ცხოვრობთ ისტორიას რო გადავხედოთ. მაგრამ ის ქრისტეს სიტყვები აღდგომა და ცხოვრება, ეს მარადიული ცნებები. და არა ის დროებითი, რომელიც დღეს არის და ხვალ განკარდება და ჩაბარდება ისტორიას. დაგლოცოთ ღმერთმა, უფალმა მოგცეს აი ამ სიტყვების გაცნობიერების უნარი, რომელსაც მაცხოვარი წარმოთქვამდა მთელი თავისი ამ წუთის სოფელში მოღვაწეობის დროს. ჯვარი გეწეროთ, მოგცეთ უფალმა ძალები, რომ ამ ბოლო კვირასაც ღირსეულად განულოთ და შევეგებოთ ბრწყინვალე აღდგომას მაცხოვრისას, რომელიც არის იმედი ჩვენი, ერთადერთი ყველაზე ფასეული.
ის მარგალიტი, რომელსაც ვერავინ ვერ წაგვართმევს ჩვენ. დანარჩენს ყველაფერს წაგვართმევენ და ჩვენს სხეულსაც მიიბარებს მიწა ხვალდაზექ. მაგრამ აღდგომის იმედი და სიცოცხლეში გადასვლა, როგორც ხაიდეგერი ამბობდა, სიკვდილს შენსას ვერავინ ვერ წაგართმევსო. ესე ამბობდა ის, მაგრამ ესე ვთქვა ჩვენ აღდგომას და სიცოცხლეს ვერავინ ვერ წაგვართმევს ჩვენ. აი ეს არის ყველაზე ფასეული, რაც ქრისტემ მოიტანა წუთის სოფელში.